ეს იყო საშვებულებო პერიოდი, ჩემი თანამშრომლები, წასულები იყვნენ ძირითადად და მხოლოდ მორიგე იყო, მე არ ვიყავი აქციაზე და არც სამსახურში არ ვიყავი იმ დღეს, სახლში ვიყავი და როდესაც ლაივი შემოვარდა, რა თქმა უნდა, დავინახე რომ რაღაც ხდებოდა, გავიგე რომ დაიწყეს ადამიანების დაკავება. დააკავეს ბევრი ადამიანი მაშინ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება რომ მივსულიყავი აქციაზე, გამოიწვია ორი ადამიანის დაკავება. ერთი იყო ციალა ქათამიძე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ვერ მივხვდი როგორ შეიძლება და ციალა ქათამიძე დაეკავებინათ, რა უნდა გაეკეთებინა და მივხვდი რომ რაღაცა ციალა ქათამიძე ვერ ხვდებოდი რომ როგორ შეიძლება და ვიცნობ ციალას დიდი ხანია და ამიტომ და ვერ წარმოვიდგინე რომ ციალას რა უნდა დაირღვია რომ დაეკავებინათ, მაგრამ მეორე იყო კიდევ უფრო შემაშფოთებელი ჩემთვის დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი. რატომ იყო ეხლა ეს გოდერძი ფრანგიშვილის დაკავება შემაშფოთებელი? გოდერძი ფრანგიშვილი არის ჩემი თანამშრომლის ძმა, მას აქვს სერიოზული ოპერაცია გაკეთებული, თირკმლები აქვს გადანერგილი და ია მისი და ჩვენს თვალწინ წლების განმავლობაში ზრუნავდა იმაზე, რომ გოდერძის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. და როდესაც წარმოვიდგინე, რომ აი იმ ჭყლეტაში, რასაც ხედავდი, გოდერძი შეიძლება მოყოლილიყო, წარმოვიდგინე, რომ შეიძლება რაღაც ცუდი მომხდარიყო, შეიძლება ფიზიკურად რაღაც მომხდარიყო ისეთი, რომ გოდერძის ჯანმრთელობას შექმნოდა საფრთხე და მით უფრო რომ ია არ იყო ბათუმში, ქუთაისში იყო და ია ფრანგიშვილი, ჩემი თანამშრომელი არ იყო ბათუმში, ქუთაისში იყო, მათი მშობლები არ შეუძლიათ რომ თქვათ, იქ სასწრაფო უზრუნველყოთ რაღაც ჩარევები, მიეტანათ მედიკამენტი ან რაღაც, მოკლედ ვერ შეძლებენ ფიზიკურად ამ ადამიანებს ეს უნარები არ აქვთ და მე ძალიან შემაშფოთა ამ ინფორმაციამ, რომ დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და აი მაშინ ავდექი და წავედი. როგორც კი რატომ ახლა და გოდერძი ფრანგიშვილის ჭრილში კიდე ერთი ისტორია მინდა მოვყვე, მზიასაც და მზიას ოჯახსაც ბოდის მოვხდი, ახლა მე ახლა აქ რასაც მოვყვები, მაგრამ მზიას ოჯახში წლების წინ, ახლა ხანს რამდენიმე წლის წინ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, მათ დაეღუპათ 23 წლის გოგო, თეო. თეოსაც გადაუნერგეს თირკმლები, მამამ გადაუნერგა, მზიას ძმამ თეოს და თეო დაიღუპა 1 წლის შემდეგ და მზიასთვის ეს იყო, მზია ბოდის ვიხდი მართლა ახლა ამაზე რომ ვლაპარაკობ, მზიასთვის ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია და დიდი უბედურება. ეს ოჯახი ამ ტრაგედიას დღემდე ებრძვის და მზიასთვისაც ეს იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა და ჩვენ როცა სამსახურიდან ერთ გზაზე მივიდეთ, ერთ გზაზე ვცხოვრობდით ხოლმე ღამღამობით, ძალიან ხშირად ვლაპარაკობდა და ამბობდა რომ აი იაკო რა ყოჩაღია, ანუ ია ფრანგიშვილზე, რა ყოჩაღია იაკო, გოდერძის როგორ მოუარა და ჩვენ თეოს ვერ მოუარეთ და მე ვიცოდი რომ ამაზე მზიას, ასე გოდერძის დაკავებაზე, რა თქმა უნდა, ია მეს არ იცოდა, იასთან ამის შესახებ ჩვენ არ ვლაპარაკობდით, მაგრამ მე მზია ამის შესახებ ხშირად მეუბნებოდა. მზია მუდმივად საუბრობდა ხოლმე თეოზე. ერთი წუთით მნიშვნელოვანი გარემოება, ანუ თქვენ ახლა რაზეც ყურადღება გაამახვილეთ ეთერი, ეს ერთ-ერთი დაკავებული გოდერძი ფრანგიშვილი, მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ამ გადანერგილ ორგანოებთან დაკავშირებით და იგივე პრობლემა ჰქონდა. თეოსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, დიახ. კარგი. და მე ვიცოდი რომ ეს გოდერძის დაკავება რას გამოიწვევდა, მე ვიცოდი, მზიას ჩემზეც ძალიან იმოქმედა ემოციურად და დარწმუნებული ვიყავი რომ მზიაზე უფრო მეტად იმოქმედებდა ეს ემოციურად. ამიტომ აი პირდაპირ ეს როგორც ვიყავი, ისე გავარდი აქციაზე ქურთუკი ჩავიცვი და წავედი. და როცა მივედი პირველ რიგში იმას ვარკვევდი რომ გოდერძისთან ხო შეაგზავნე წამლები ხო გავფრთხილეთ რომ არ დაარტყან, მუცელში არ დაარტყან, რაღაცა ეს თემა იყო და მითხრეს დამატყნარეს იაკოს მეგობრები, იას მეგობრები, ია ფრანგიშვილის მეგობრები იყვნენ, რომ კი უთხარით პოლიციელებს რომ არ დაარტყან მუცელში და აი ესეთი ამბავი გვაქვს სამწუხაროდ რომ ვარჩევთ რომ სად შეიძლება დაარტყან და სად არ დაარტყან, ხო? და ასევე მითხრეს რომ წამლებით შეუგზავნეთ და ასევე თქვეს რომ იაც არის გზაზე და მალე იქნება. თქვენ ბრძანეთ რომ სადღაც 11 წუთებზე მიხვედით, ანუ ჯერ მზია ადმინისტრაციული წესით დაკავებული არ არის. მზია ადმინისტრაციული წესით დაკავებული არ არის.